მეორება. დღეს ჩვენ ვუყურებთ დათარსულებს. მეგობრებო, ამას გეხვეწებით რა. და არ ასრულებს რა. გამოწერა. ოპა, და ლაიქები. всё. თანო ვითრის ენონელი ახალია რა. და უეჭველი უნდა უყუროთ, რადგან ას პაჭოსას ვადევნებ რა, ძალიან თვალყურს რა. და დავიწყოთ მეგობრებო, აგერ მე ჩიფსი მაქვს მომარაგებული და კეჩუპი რა. და თქვენს რამე მოიმარაგეთ და ჩაუჯდეთ აბა ამ ფილმს ახლა. იშვიათად თუ ნახავთ ისეთ მტრობას, როგორიც პოლიკას და პაჭოს აქვს. თან ძმაკაცებიც არიან, რომ გითხო. თუ რა არიან ზუსტად, ვერც მე გავიგე. ჩვენ ხო მეგობრები ვართ. რა ვართ? მეგობრები. ვერ გავიგე. ტრები ვართ, ტრები. პაჭო და პოლიკა მუდამ ერთმანეთის ჯიბრში დგანან, თუმცა რომელია გამარჯვებული? მოდი მათ შორის შემდგარ დაპირისპირებებსა და კომუნიკაციებს გადავხედოთ და მათი აურა გავზომოთ. ვიდეოს ბოლოს კი დავადგინოთ, რომელი უფრო მეტად უსრულებს მეორეს. კომენტარებში დაწერეთ, რომელი გონიათ რომ გაიმარჯვებს. სხვადასხვა პასუხი არც მე არ ვიცი და ამ ვიდეოს კეთების მომენტში უნდა დავადგინო თქვენთან ერთად. გამარჯვებული პირველ 3 სეზონში გამოვლინდება, სადაც ბიჭებს ერთმანეთი არ დაუზოგავთ. სანამ დავიწყებ და შეგახსენებთ, რომ ახალი სერია 30 მარტს დაიდება. პრემიერამდე კი ამ ვიდეოებით დავთქვეთ და გავიყვანოთ დრო. მაშასე დავიწყოთ სეზონი 1. ბიჭები! ბიჭები, მომისმინეთ. რა ხდება პროჭიკ? მოკლედ. შეფაჭო, მამა შენი საწყებული თემა იქნება ეგ. ვითომ რატო? იმიტომ რომ მეგრელები ხარ და ყველა მითის რომ მეგრელები აფერისტები არიან და სულ რაღაცას ხლართავენ. დაიწყო ახლა ისე. მამა ჩემი იახოველი მაინც არა. მილიონჯერ გითხარი რომ მამა ჩემი იახოველი არა. კარგი შეგრძნება, იმიტომ იყო რომ უგულო პროჭი ხარ, რომელიც ცხოვრებისეული სიამოვნების მოპოვებას ყოველთვის ხვისი და ცინვით ცდილობს. მოიცე, შენ დევიშვილი არა ხარ? კი, რა არის რა? მე გეთქვა აქამდე დევიშვილს ნავს კი არა იარაღსაც მივყიდი თუ რამე. ძალიან კარგი კაცია, იაღველების შეკრებაზე დავდიოდით ხოლმე ერთად. მოდი წაგებულმა ხალხით წასელიფჩი ხმამაღლა გააკუოს. მერე შეიზუნთქოს და ასექნას. ნამ. მოსულა? ნამ. რას ბიჭერები ხართ? თვითონ თქვენ არ აკუებდეთ სახში. გამომივიდნენ აქ ყველაზე სუფთა და ისეთი წესიერი არსებები. პირველად ნახეთ რომ ბავშვს გაეკუებინოს, რანაირი სახელი. მიდი და დარჩი მაგ სახში თუ მაგარი ხარ. მიდი და შენ თვითონ დარჩი. მე არც მithქვას რომ ვერ დავრჩებითქო ძმა, უბრალოდ ხასულს ვამ იმას რომ შიშარაკუან ხარ და იმ სახში შენ მარტო ვერ დარჩები. დენს ვინჩივის წყალი იყოს თავარია, თორე პოლიკარო ტუალეტში შევა, სული თუ არა სუნი მაინც მოკლავს უეჭველი. სეზონი 2. თქვენ კარგად იცით რომ პაჭო მეგრელია, რაც თავისთავად ეჭვის საფუძველს აჭერს. პოლიკ დაეგდეს კამზე, თორე მოვალ მან და მეგრული მუშტით დაგისიებს სახეს. შეიძლება ბატონო პაჭო. დღეიდან მიზნად ვისახავ ბევრი ვივარჯიშო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მივიღო მონაწილეობა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რა გითხრა პოლიკ, მაგრამ იმ სპორტზე შეგიძლია შეხვიდე, თავით რო საზამთროებს ამდროვე. დავადგინე რომ სექსუალური განათლების გაკვეთილი პაჭო კაკაჩია შემოტენილია, რადგან ჩვენი ახალი თაობა წარყვნას და თვითონ ანუ მეგრელები კარგი ტიპები გამოჩნდნენ, მაგრამ ვერ მაგართვით. რაზე ლაპარაკობთ? გახსოვს ერთი წლის წინ ნათრევ ნაგლეჯი რომ იპოვეს ტყესთან ახლოს და მთელი სკოლა იმას იძახდა, პოლიკა 40-მა დათმა იხმარაო? კი, მაგას რა დამავიწყებ, ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტი იყო. პოლიკ, შენ არასდროს უნდა აქ ყოლოდით. წავალ და დოდოს ბოდიშს მოუხდი. ძმაო, ესეც მე ვარ? მეგრელები. წავიდა რომ ეგრევე მოგებულის ხარეს დადგეს. რატომ აქ ჩვენი სკოლის წყალსფრელის გემო? ალბათ ეს კითხვა ყოველ ჩვენგანს გასჩენია თავში. ჩემი გამოძიებით დავადგინე რომ პაჭო კაკაჩია სასმელი წყლიდან სასარგებლო მინერალებს იპარავს და სამეგრელოში კონტრაბანდის სახით გზავნის. პაჭო, რაო რას ამბობენ? რაო და ვერ გადაწყვიტე შეგჭამონ თუ არა. ბებია ჩემი იძახის რომ დამპალი ხორცი ექნება არ ღირსო. ბაბუა შენ მარაო. მერყეობს დიდი თავი აქვს, ცოტა დაკლა გაჭირდება მეზარებაო. გმადლობთ პატრონა ბიჭვარო, თქვენ ხელს უწყობთ იმას რომ ჩვენ სკოლას ღირსეული პრეზიდენტი ყავდეს და არა ვიღაც დიშლა. რაო, რა ებს იცახი ბიჭო ჩემზე? რას და სიმართლეს ვიძახი ძმაო, რომელსაც შენ ხალხისგან მალავ. შე კორუმპირებულ ნაგაო. სად იყავი შენ, ჩვენ რომ ამ სკოლის გადასარჩენად ვიბრძოლეთ? სად ვიყავი და ჩვენი კლასის უსაფრთხოებაზე ვზრუნავდი? შენი. დაგიზიებ თავს, რა იზახი ჩემზე?
აჰა, გითხარი, მე გაგაფრთხილეთ. პაჭო კაკაჩია გამიზნულად აზიანებს თქვენს მერხებს, რომ შემდეგ ახლის საყიდლად გამოყოფილი ბიუჯეტი დადიანების სასახლის რეკონსტრუქციას მოახმაროს. რა? შენ ხო არ გაგიჟდი? ტრაქში უთხრიათ მთელი სოფელი, იქ მარტო რა წაგვიყვანს. მომისმინე ბიჭო, სახში წამოხვალ, განდრონს წინ დავუდგებით, შევებრძოლებით და კაცურად მოიქცევით, გასაგებია? ერთ სიტყვას კიდე ვიტყვი და რაც სამეგრელოზე მოგატყუე მართლა აგისრულებ, იცოდე, გაიგე? ვა კაი პაჭო დამშვიდდი. ნუ ახლა რა მიხვედრა უნდა, პაჭო რო პროვოკაციას აწვევა დარწმუნებული ვარ. შეგეძი პაჭო. მოზგილამჯანოქსი ჯოღორის ქუა. კაი პოლი გეყოფა. რა იყო პაჭუკა? შენი მეგრული სული ვერ ელება იმ ფაქტს რომ შენზე მე თაერს ვისუნთქავ, ხო? ბიჭები, არ დაიჯერებთ. რა ხდება პროჭი? რა და შეგეძი პაჭო. პოლი, ავდგები მამაჩემს გავაღვიძებ და წაგვიყვანს. ხო აღისი დავაჭედოში ტრაქში. რა და მამაჩემი დამპირდა თუ სკოლაში წახვალ კრისტალბერგს ეროვნული ლიგის თამაშზე წაგიყვანო. მე თამაშზე მივდივარ, თქვენ ვერ მიდიხართ. რა ბაჭუკა, გული ხო არ გაქვს ცუდად. შეტევა ხომ არ გაქვს. სასტრაფოში ხომ არ დავრეკავთ. მერთო შენზე დებილი არავინ მინახავს. არ დაგავიწყდეს რომ 4 საათზე განდრონის და ყურსასხლეთის ბრძოლაა და უნდა შევაჩეროთ. შენ თუ ნაშოვნი ფულის დასტაინაზე არ გირტყა ნახე. ჩვენ სოფელში ყოველთვის უცნაური რაღაცები ხდება. სულ პრობლემა, სულ საფრთხე, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის პოულობთ. ყველაზე კარგი ის არის რომ ჩვენ ახალი თაობა ვართ და შეგვიძლია ამ გიჟებზე ბევრად უკეთესები ვიყოთ. ოიცა რა დრო შენი დრამებია. სეზონი 3. ვიპროჭავს პოლიკ რა არის ეს რა მასკები გაგიკეთებია? რაზერჯი ჩემ მასკებს შენ ხო არ გაღაშღაშებს? სერიოზულად გეუბნები თვალის ხრელები ისეთი ვიწროა, ასე მგონია საყარო შენი მოჭიმული პროჭიდან ვუყურებ. პოლიკ, ჩვენს მეგობარს არ მოკლავ. ნუ გაიტლიკე ენა ბიჭო, სენტიმენტების დროა ახლა. მშჩო, იქ რაღაცა კაცო. მეგრელების შიში ჩაჯმულთა ორგანიზაცია. ვა, ანუ დაიწყო უკვე? მეგონა ჯერ ადრე იყო, მეგონა ჯერ დრო მქონდა ჯანდაბა. იდიოტი. იდე მოგდევს? არა, შენი დიდი თავი შეეშინდა და გაიქცა. შეგეცი ბაჭო. მე ერთი ის გამაგებინე, კითხვა არ გაგიჩნდა როგორ გიპოვეს, ან შენი ნომერი საიდან გაიგეს, მაგრამ არა, იმიტომ რომ იდიოტი ხარ. ჯერ მოქმედებ და კითხვებს მე ესვამ. რა მოხდა? არაფერი, არ ინერვიო. რა მოხდა, ქალო, მეგონა დემონი ჩაგისახდა, ეს რა ჯანდაბა იყო? პოლი, გაჩუნდი. როგორც ხედავთ, ჩვენც მეგრელები ვართ, საშიში არაფერია. აუ ჯიმა ძმურად გამახსენ ერთი, როდის ვიწყებთ რევოლუციას? მე თავიდან ამომივარდა და მერთო შენ სიდებილე. ხვალ ვიწყებთ. ჯერ ჩვენი ქალაქის მერიას ავიღებთ, მერე მეგრელთ მოძულერთა გენოციდზე გადავალთ. ხო, ხო, ჯიმა გამახსენდა. კაი, აბა გენოციდზე შევხვდებით. ჯგირორდა. რა ინფორმაცია დავცინცლეთ ბიჭო? კი, მაგრად მოიფიქრე მართლა. ღმერთო, რა იდიოტია. აი, სად გაგწოვა? რაკნა? გაგწოვა. რას ქვია გაგწოვა? რას ქვია და აი შეგეცი ბიჭო. მიდი, ჰა. ბიჭო, მიდი, ჰა, მიდი. პოლიკ ნუ შემჭამე. Yes, საღოლ ბაჭო, მოვიგეთ ბიჭო. რა უნდა ვქნათ? ჩვენ ინფორმაციით თარსულას ნომერ 1 სკოლაში პაჭო კაკაჩია სწავლობს. გთხოვთ რომ ისი დაკავების ბრძანება ახლავე გასცეთ. ღმერთო, რა გვეშველება? არ გაინძრე. არ გაინძრე მეთქი თორე გესვრი. რა ხდება? დაწეკი, წინ დაწეკი დროზე. კარგი. ყველაფერს გავაკეთებ, აღარ ვთხილავ. დავაკავეთ. გაიგეთ ხალხო, პაჭომ რა მაგრა იხუმრა? შეგეც ბაჭო. აბა, სადამდე დაეცი ბაჭო? შენ, მე. შენ დააჭერინე ჩემი თავი ბიჭო? ხო, მე დავაჭერინე, მერე? ჭახანასთვის უნდა დამეჯერებინა რა. ხო გამაფრთხილა. ჭახანას თავი დაანებე. ძალიან კარგად იცი აქ რატომაც ხარ შენ რევოლუციონერო ქვენძრომელა პროჭო. პოლიკ, ისეთი დებილი ხარ, აქამდე ცოცხალმა როგორ მოახწია ეგეც კი არ ვიცი ბიჭო. ოპა, მოკედე პირის ღრუბაჭო. ერთ მეგრელს უკვე წავაძრე დიშლა. უკან არ ჩენზე დავიხევ. სადაა თოკი ვერ ვხედავ. აგერა ბიჭო, აი. ვა, ხაი ამას გეუბნებოდი, ვიწრო ხრიჭოები აქვს თქო, დითავ. ვიწრო ხრიჭოები გააკ ტვინში, გაიგე ბიჭო? წამოდი დროზე, ვითი ჭახანა სადაცაა? პაჭოჭე კათამო, პოლიკ მიიჯვი. რაო, რას ამბობ? კაიოს რა ვიცი, აბა დავკლათ ეს კათამი, მოდი. ხო შენი. ჩემი ცხოვრება დამთავრდა. კიდე კაი დოჟრაჟი მაგ თორე პაჭოს იმედზე კი ვიქნებოდით უკვე გაწოილები. შეგეცი პოლიკ. გამარჯვებულია პოლიკა. ელოდით ამ შედეგს.
არა, ამურის გამოსწორება ნამდვილად არ იქნება. თან საოცარია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ახერხებენ, რომ ერთმანეთს მეგობრები დაუძახონ. პაჭომ ამაზე პერსონაჟები პასუხობენ ვიდეოში ისაუბრა. და ახსნა, თუ მიუხედავად ყველაფრისა, რატომ არიან ის და პოლიკა მეგობრები? პოლიკასთან რატომ მეგობრობ, როცა იცი, რომ მეგრელები ეჯავრება? ჩვენი მეგობრობა ჩვენი მამების მეგობრობით დაიწყო. ბავშვობაში სულ ერთად დავყავდით ყველგან და ასე მოხდა რა. თან დამიჯერე ჯობია პოლიკასთან ახლოს იყო, რომ წინასწარ გაიგო შემთხვევით შენი ორგანოების გაყიდვას ხომ არ აპირებს. კომენტარებში დაწერეთ, თუ ელოდით ამ შედეგს, ასევე თუ რამე ვიდეოს ნახვა გსურთ, შეგიძლიათ ამის შესახებაც მომაწოდოთ იდეები. დროებით გემშვიდობებით, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. 30-ში ახალი სერიით დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დღეისათვის მხოლოდ ეს იყო მეგობრებო. რავი, ჩემი აზრით, ისეც ველოდი, უეჭველზე უეჭველი ვიცოდი, რომ მოიგებ და პოლიკა, აი მეგობრებო, პროსტა ავთქვით, თორე აი დედას ვიცავარ, რომ პოლიკა მიგრძნო რა. მაგრამ თავიდან რომ პოლიკა მისქნა რა ქვია, წააგო. მე ცოტა გადავიფიქრე რა, ცოტა ვოღონ რა. მერე ნახერ გითხრათ რა. მერე რომ ამოქაჩა ვაფშე გამოვშტერდი რა. და ამიტომაც დავწერ კომენტარში პაჭო კი არა პოლიკა მაგრამ მოდი მეგობრებო რა პოლიკას ეწყინება და პაჭოშაც რა რომელიმეს რო კომენტარი დაუწერო მაგრამ დაუწერო აი ესეთ კომენტარს დავწერე რა მე აი გამოწერილი უკვე ყავს და ლაიქებულიც ყავს და გადაზიარებასაც მინდა და აი თხოვთ აი ესე რომ გამომიწეროთ აი ესე რომ დაბალაიქოთ მეგობრებო და ძალიან გავახარებთ ნახვამდის